ქუთაისი აბუდაბის მიმართულებით რეისები უქმდება. ვიზიარის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ვიზიარ აბუდაბი წყვეტს 1 სექტემბრიდან ოპერირებას. გავრცელებული ინფორმაციით ვიზიარის თვითმფრინავების ძრავები არ იყო გათვლილი იმ ცხელ კლიმატურ პირობებზე, რაც არაბეთშია. ემირატების ბაზრიდან გასვლის მეორე მნიშვნელოვან ფაქტორად ირანისა და ისრაელის კონფლიქტი სახელდება. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ქუთაისი აბუდაბის რეისები აღარ შესრულდება, ტურიზმის სექტორისა და მოგზაურებისათვის სერიოზული დარტყმა იქნება. მისივე თქმით, ეს არის აბრეშუმის გზის დაკეტვის ტოლფასი ტურიზმისთვის. ქუთაისი აბუდაბის რეისის გაუქმება, ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ქუთაისის და იმერეთის ტურისტული პოტენციალისთვის და ინდუსტრიისთვის, არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ეს არა მხოლოდ ზაფხულის ჯავშნებზე აესახება, ეს აესახება განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მაშინ როცა ქუთაისში და იმერეთში სეზონი ყველაზე დაბალი არის და ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის, ამ დროს დუბაი, აბუდაბი, ქუთაისის რეისზე საკმაოდ დატვირთული იყო ტურისტების ის რაოდენობა, რომელიც ზამთრის კურორტებზე მიემართებოდა და ამ რეისის გაუქმება ნიშნავს ამ ქალაქისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მოტანას განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში და მომიჯნავე სექტორებში ჩართული ადამიანებისთვის. ეს არის იგივე მაგალითად აბრეშუმის გზის დაკეტვის ტოლფასი არის, იმიტომ რომ ეს აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთს საქართველოსთან, ევროპასთან, ჩრდილოეთთან და აღმოსავლეთთან. ანუ ეს იყო გარკვეულწილად გზაჯვარედინი, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ხაბის შემძენი, ანუ ლოჯისტიკური ფუნქციის შემატებელი ქუთაისისთვის, ამ ქალაქისთვის და ამ რეისების გაუქმება არ ნიშნავს მხოლოდ რიგითი ტურისტების არ ჩამოსვლას. როგორც განმარტებიდან ვიზიარი განმარტავს, ეს პირველ რიგში ეხება ძრავების პრობლემას, რომელიც არ იყო სავარაუდოდ გათვლილი იმ ცხელ ხავაზე და კლიმატურ პირობებზე, რომელიც არის ემირატებზე და თქვათ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ასევე მეორე პრობლემა ეს იყო, ალბათ ვფიქრობ, ეს იყო მთავარი პრობლემა, მაინც ის კონფლიქტური მდგომარეობა და არასტაბილური მდგომარეობა, რაც არის ისრაელსა და ირანს შორის. ლაშა ბერეკაშვილი ასევე საუბრობს ქუთაისი აბუდაბის რეისის სხვა გზებით შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს. როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამისთვის მზადება და მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან დროულად უნდა დაწყებულიყო. ყველა ძალისხმევა ეხლა უნდა იყოს დღეს მიმართული იმისკენ, რომ ეს რეისი შენარჩუნებული იქნეს თუნდაც სხვა ავიაკომპანიის ჩართულობით და მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ ამის ნიშნებს. ამის შესახებ ჩვენ ერთი თვით ადრე ქონდა მინიშნებით, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ ეს იგეგმებოდა და რატო არ მოხდა, მაგალითად უკვე დაწყება და მოლაპარაკებები სხვადასხვა ავიაკომპანიების მისამართით, რომ ეს ხაზი ქუთაისი აბუდაბი რომ შენარჩუნებულიყო და არ მოხდარიყო ის კოლაფსი და ასე ვთქვათ, ის დიდი დარტყმა, რაც ახლა ჩვენ ყველამ ერთად განვიცადეთ. ამ კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქების გზები უნდა გამოინახოს დროულად, საჩქაროდ, მაგალითად Fly Dubai, Air Arabia და სხვადასხვა ავიაკომპანიები ნარჩუნდებიან, ასრულებენ რეისებს, რაც იმას გულისხმობს, რომ არსებობს გზები ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მაინც შესრულდეს რეისები. ვიზიარი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმ გზავრებისათვის, ვისაც ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. იმ გზავრებს, ვისაც გაფრენა 31 აგვისტოს შემდეგ აქვთ დაგეგმილი, თანხა დაუბრუნდებათ 7 დღის განმავლობაში იმავე მეთოდით, როგორითაც მოხდა გადახდა. იმ გზავრებს, ვისაც დაბრუნება დაემთხვა, შეჩერების შემდეგ პერიოდს შეძლებათ აირჩიონ ან უახლოეს თარიღზე გადადებული დაბრუნება ან სრული თანხის დაბრუნება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.